დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 2 იანვარი. ბედობა, გილოცავთ ყველას ბედობას. მე მინდა გისურვოთ, რომ ეს 2025 წელი ყოველივე ჩვენთანგანისთვის ყოფილიყო წარმატების, ჯანმრთელობის, სიკეთის და წინსვლის მომტანი. მთლიან საქართველოს მინდა უსურვო გამთლიანება და გაძლიერება. და რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ქვემო ქართლის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, რომელსაც ქვია ბოლნისი, პატარა ქალაქი ბოლნისი და კერძოდ ვიმყოფებით ბოლნისის უძველეს უბანში, გერმანელების უბანში, რომელიც 19 საუკუნის დასაწყისში გერმანიის დედოფლის კატერინეს თხოვნით მაშინდელმა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ჩამოასახლა, რომელიც იყო და ესე იგი ალექსანდრე პირველის კატერინე და მისი თხოვნით იმპერატორმა ჩამოასახლა აქ 80-მდე გერმანული ოჯახი, რომლებაც ეს დასახლება, ასე ვთქვათ, ააყვავეს, განავითარეს აქ სოფლის მეურნეობა, მევენახეობა განვითარდა, მებაღეობა, მებოსტნეობა, გაიყვანეს ესე იგი საირიგაციო სისტემა მიწისქვეშა, შექმნეს სახანძრო სამსახური, განავითარეს სპორტი და მოკლედ ამ პერიოდში სანამ გერმანელები ცხოვრობდნენ აქ, ეს ადგილი, რომელმაც მაშინ გერმანიის დედოფლის საპატივცემულოდ დაარქვეს კატერინენფელდი, საკმაოდ განვითარდა. მაგრამ სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე 1941 წელს ყველა გერმანელი, რომელიც აქ ცხოვრობდა, გადასახლებული იყვნენ, ზოგი გადაასახლეს ციმბირში, ზოგი ყაზახეთში და ამ პერიოდში უკვე ამ ადგილს იქიდან გამომდინარე, რომ 1921 წელს საქართველოს მთავრობაში უკვე კომუნისტები იყვნენ და დაარქვეს როზა ლუქსემბურგის საპატივცემულოდ ამ პატარა ქალაქს დაარქვეს ლუქსემბურგი. სხვათა შორის, ახლა მინდა განახოთ ამ უბანმა, ძველმა გერმანულმა უბანმა, რამოდენიმე წლის წინ ჩაატარეს აქ სარესტავრაციო სამუშაოები, გაიყვანეს ქუჩის განათებები, დააგეს ქვაფენილი, ძალიან გაალამაზეს ეს ძველი გერმანული უბანი და სახლები შეგნებულად, ესე იგი დატოვეს ხელუხლებლად, რათა შეენარჩუნებინათ ის ისტორიული იერსახე, 200 წლის წინანდელი აშენებული სახლები, სწორედ ეს მინდა რომ გაჩვენოთ ახლა მეგობრებო, ერთად გავიაროთ ბოლნისის ძველ უბანში, რომელსაც ქვია გერმანელების უბანი. მოდით ერთად დავათვალიეროთ და ვნახოთ ეს სახლები. ეს არის მეგობრებო კატერინენფელდი, ბოლნისი, პატარა გალამაზებული ქუჩა. ეს აივნებიანი სახლი. ეს არის გერმანელების მიერ აშენებული სახლები. სხვათა შორის მინდა გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფაქტი. ყველა გერმანულ სახლში იყო და ეხლაც არის სარდაფები და ზოგიერთ სახლში არის ორსართულიანი სარდაფი. ანუ სარდაფში ქვევით მიწაში კიდე ამოთხრილი იყო მეორე სართული სარდაფისა. ნახეთ როგორი სტილი ჰქონდათ აშენების. ჩვენ ერთად ბევრი ქართული სოფელი გვაქვს, მეგობრებო, შემოვლილი და ნანახი გვაქვს, როგორ აშენებდნენ ჩვენი წინაპრები ადრე სახლებს. ძირითადად ჩნდებოდა რიყის ქვებისაგან და კლდოვანი ქანების მოჭრილი ქვებისგან და აი ეს სახლი გერმანელების აშენებული 200 წლის წინანდელი, აი ასეთი სახლებს აშენებდნენ ადრე. ხო, და რას ვამბობდი, ესე იგი თითქმის ყველა გერმანულ სახლში გაკეთებულია ორსართულიანი სარდაფი და მეორე სართულს ძირითადად იყენებდნენ, როგორც ჰქონდა მაცივრის ფუნქცია. თვეების განმავლობაში ინახავდნენ სურსათსამოვაგეს, ხორცს, რძის პროდუქტებს. აი კიდევ
ძველი სახლები. ნახეთ როგორი სტილი იყო აშენების. ესეც გერმანული სახლია. გამარჯობათ. გილოცავთ ახალ წელს, ბედობას. აი ეს ქუჩა, ეხლა აი ამ ქუჩაში აი სახლები სულ გერმანელების მიერ არის? სულ. აი სამსართულიანებით, დაბალი ორსართულიანებით სულ ყველა, ხო? ეს ახლა ქვევითაც გერმანული. სულ გერმანული პადლებია. ორსართულიანი პადლებიო რო ამბობენ. ვა, მე დაიხარ. ძალიან მაინტერესებდა ეგ ორსართულიანი პადვალის ნახვა. მაგას თუ განახებთ, ძალიან მადლობელი ვიქნები. ვიროსაც დაგალებინეთ, ბაცო რა. გაიხარეთ, მე ხა საჭესთანა ვარ. ჩვენ გვაქვს ჩვენი YouTube გვერდი, ასე დავდივართ, ვიღებთ სოფლებს. ხო და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაინტერესებდა ეს ორსართულიანი სარდაფის ნახვა. ატალა ცოტა მემორტი მაგ ახლა ხა და სანტაჩი გავჩერდი რა ეს. აა ცოტას ვაღამაზებ რა ახლა და კი, გასაგებია. ეს არის ესე იგი სარდაფი და ჩადის კიდე ქვევით. კი, აგებობდი. ეს ყველაფერი თქვენი გაკეთებულია თუ იყო ესა და გერმანელების გაკეთებულია ეს ყველაფერი. უბრალოდ მე ახლა ხელს კი აი როგორც შევლეს ესენი რა ხრელები რა იყრება რა კირია დალესი აი მე აქაც ცოტა შევშრება ახლა პატარას და თქვენი სახელი პატივცემული არტუშა დედაცური. მე ზურა მქვია ხანდახან გაიხარეთ. აქ ესე იგი აი ზაფხულის პერიოდში რო შეინახოთ თქვა ყურძენი, ვაში ყველაფერი არაფერი აქ არის სულ ზაფხული 10 გრადუსი. ტემპერატურა 10 გრადუსი, მეტი არა, არც დაბლა, არც ბაღლა. სულ ერთი და იგივე ტემპერატურა უკავია. და რამდენი ხანის გინდა შეინახი არ? რაც გინდა შეინახი, აბა ღვინოები არაფერი ვინახავთ და არ ბუშტება არაფერი. ძალიან მაგარია. აი ზაფხულში რო ჩამოხარ შექცევი. გაიყირებიან ზაფხულში. ძალიან ცივა. ამის რეთი ხაფახანდა დავდები. სავშა გაგალები. ხოლმე მიაყვა. ვიზა ჩემი სახლი არის ამ ქუჩის ბოლოს. ამ ქუჩის ბოლოს. ის პადოლონა ხო გაგიძები რა. 3 სართულია. 3 სართულიაც კიბევი ჩადიხარ. სარდაფი არის 3 სართული ქვევი. სართული ასეთი ბოლოში არ არის. აი ხელმარჯვნივ ბოლოსა აეროპორტების ადგილას ესე ბოლოში სულ ბოლოს სახლი არის. მაგრამ არავინ აღარ ცხობს. და წარმოიდგინეთ ამას აშენებდი დაახლოებით 200 წლის წინ. აი ასეთ შენობებს აკეთებდნენ. წარმოიდგინე ეხლა რა სიზავ. ჩემი პატრონი ბალკებითაა. აი ეს ბალკები რა ეს. უხის ბალკები და ჩემი პატრონი ზუსტსართულიანია, მაგრამ ბალკები. ანუ თითქმის ყველა სახლში ასეთი პადლები არის. ცოტა არის გამოგატვის რა. ბევრი არის ასე ბალკით, აი ეს ბალკებით არის რა. და თაღიანები ასე ქვით დაშენები, ბევრია, იგის ბევრი არის, მაგრამ არის უკეთესიც და არის ცოტა სახლია, განსხვავება პადლებიც ესეა, რა გერმანელის სოგორო. დიდ სახლს დიდი პადვალია, პატარა სახლს პატარა პადვალი და ესეა. გასაგებია. აი ეს სახლის პადვალი იმ არის ბოლიში არ არის. რეზოს აი ეს პადვალი რეზოს პადვალი ჯობია. რეზოს მაგარი პადვალი. ვინ ვაგიფუჭდება და სულ გაიხარეთ, დიდი მადლობა. აი ხა ვიღებდი ამ ქუჩებს და ვამბობდი ამ სახლებთან დაკავშირებით და ისიც თქვი რომ მაინტერესებს მეთქი ნეტა როგორია მეთქი ეს ორსართულიანი სარდაფები და აი თქვენ რო შემომთავაზეთ წამოდით ნახოთ ძალიან გამიხარდა. გაიხარეთ, დიდი მადლობა. არა, საჭესთანა ვარ, დიდი მადლობა ვერ დავლებ. ნების მეტროს მოვძამდი ბოლიში მოვწა. აი მეგობრებო, ეს არის კიდევ რესტავრირებული ქუჩა, დაგებულია ქვაფენილი, განათებებია გაკეთებული ქუჩის. ეს არის სულ ძველი გერმანული სახლები. აქ ცხოვრობდნენ დაახლოებით 125-130 წელი სულ გერმანელები და
შემდეგ უკვე სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოუწიათ ამ სოფლის და თავიანთი ადგილების დატოვება. ესეც ძველი სახლია. ქართულ გერმანული ღვინის სახლი. აი ნახეთ როგორ ძველი სახლებია. Kagi marjot. Gamarjobat. აი კიდევ ერთი ძველი 200 წლის წინ დაახლოებით აშენებული გერმანელების მიერ სახლი, რომელიც შენარჩუნებულია. ზოგი სახლი, რა თქმა უნდა, შერემონტებულია, შელამაზებულია. მაგრამ ძირითადად ძველ სახლებს დაუტოვეს თავიანთი ძველი იერსახე. რუსთაველის ქუჩა არის ეს. აი კიდევ ერთი გერმანელების მიერ აშენებული სახლი, რომელიც ფაქტიურად სახურავი დაზიანებულია. აქ არავინ არ ცხოვრობს. აი ესეც რამხელა სამსართულიანი სახლი. აქეთ უკვე ეს სახლები შემდეგ შეიძინა ბოლნისის მოსახლეობამ, გაარემონტეს. მაგრამ თავდაპირველად ეს იყო სულ გერმანელების მიერ დასახლებული უბანი. აქ არავინ არ ცხოვრობს. ესე ძველი სახლია. ბოქლო მიადებს. აბა ეხა მემიდა ზევით ავიდეთ. აქეთ დავათვალიეროთ. ამ მანქანას რა მოსვლია? ეს იყო სავარაუდოდ. შევი რძის მანქანა ალბათ. დაუჭეჭყიათ, რაღაცა დაეცა ალბათ. ძველი გაზიკი. ეს რამხელა შენობაა, არ ვიცი ეს რა შენობაა. ეს ახლა მეგობრებო კიდევ ერთხელ გამოვიმეორებ, ვიტყვი რომ ეს არის ვიმყოფებით ბოლნისის ძველ უბანში, გერმანელების უბანში, რომელიც
გერმანელები ჩამოასახლეს საქმე 19 საუკუნის დასაწყისში, რომლებაც განავითარეს და ააშენეს ეს უბანი. კიდევ ერთი ძველი 200 წლის დაახლოებით წინ აშენებული სახლი. საკმაოდ დიდი უბანია. ეს არის ეკლესია იყო დღესდღეობით აქ არის სპორტის სასახლე. ეს არის ახანძრო. ზოგი ერთსართულიანი დაბალი სახლი იყო, ზოგი სამსართულიანი. ეს ძველი სახლია, ეტყობა. აქ ვიღაცამ შეისყიდა ეს სახლი და აშენებს ახალ სახლს. მოკლედ მინდა მეგობრებო გითხრათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესახებ. ბოლნისის რაიონი შედგება 45 დასახლებისგან, მათ შორის 2 არის ქალაქი ბოლნისი და ერთი არის დაბა კაზრეთი, ხოლო დანარჩენი 45 სოფელი, რომელიც დასახლებულია ნახევარზე მეტი ამ 45 სოფლიდან. სოფელში დასახლებული არის ეთნიკური უმცირესობებით, აზერბაიჯანელებით და სომხებით. წარმოიდგინეთ, თუ არ მეშლება 27 სოფელი არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებული და 18 სოფელი არის ქართული. სულ რაღაც რამოდენიმე კილომეტრში ბოლნისიდან არის აზერბაიჯანული სოფლები და დღეს მინდა ჩვენ გავიაროთ, ნახოთ რომელიმე აზერბაიჯანული სოფელი რა პირობებში ცხოვრობენ ხალხი, გზები არის თუ არა, წყალი, გაზდენი, ინტერნეტი, ასე რომ გვიყურეთ, ვისაც მოგწონთ ჩემი არხი გამოიწერეთ და ალაიქეთ, ისევ და ისევ გისურვებთ წარმატება 2025 წელს ყოფილიყოს ჯანმრთელობის წინსვლის წარმატების წელი. აბა დროებით წავიდეთ ახლა ვნახოთ სოფელი. მოიცა ბესო. ბესომ თავისი ქუდი დაკარგა. ხო, ეს ჩემი ქუდია. ხო და ეხა მელოდებიან ბიჭები და მივდივართ. უნდა დავათვალიეროთ, სად მივდივართ და წამო ბესო მეკითხვის, სადაც მივდივართ. იქ ვარ ავიდეთ ზურაიმ ეკლესიაში. ის ეკლესია არის ბესო, პეტრე პავლეს სახელობის ეკლესია და მანდაც ავიდეთ, კი, რა პრობლემაა? ავიდეთ, წავიდეთ? მე მგონი არა გვაქვს ეგ გადაღებული. არა მაქვს გადაღებული. აბა წავიდეთ მეგობრებო, გვიყურეთ და ალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და მომწერეთ ნებისმიერი სახის კომენტარი, რა გინდათ რომ ნახოთ, სად გინდათ რომ წავიდეთ, თუ რაიმე კონკრეტული მიმართულებები გაქვთ, პრობლემა არ არის, მომწერეთ და შეძლებს დაგვარეთ, წავალთ და გადავიღებთ. პატარა ცუგრიებიც ეგერ მზეში ზიან და თბებიან.
მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით ბოლნისიდან არის სულ რამოდენიმე კილომეტრში აზერბაიჯანული სოფელი, რომელსაც ქვია ქვემო ბოლნისი და საკმაოდ დიდი სოფელია. სოფელში არის მეჩეთი, სკოლა არის, ბაღი, საბავშვო და მე მაინტერესებს ახლა თუ შეიძლება მეჩეთშიც მიდა რომ შევიდე და ადამიანებსაც გამოველაპარაკო. აი, სოფლიდან, ქვემო ბოლნისიდან როგორც ჩანს, პეტრე პავლეს სახელობის ეკლესია მთაზე. გამარჯობათ. კილოცავთ ახალ წელს, რაოს დაესწარით, ბედობას. Თქვენ ამ сопельში вы по-грузински не знаете, да? Вы живете в этой деревне, да? У меня мой YouTube канал, мы так ездим, снимаем деревни, где живут грузины, азербайджанцы, армяне, осетины. Вот мы сейчас приехали в вашу деревню, Квемо Болниси. Я знаю, что раньше Квемо Болниси по-другому назывался. Да. Как он называется? Капанахчи. Капанахчи, да. И здесь в основном живут только азербайджанцы, да? Грузины не живут никто. Армяне, никаких грузин. Вот у вас здесь я вижу и дороги хорошие, и, наверное, свет есть, газ, все есть, да? Нормально, все. Эта деревня, да, здесь уже 500 лет в этой деревне живут азербайджанцы, да? А вот эта хорошая дорога в деревню идет, это кто сделал? Это правительство сейчас сделали или давно, 10-20 лет тому назад? Сейчас сделали. 3 года назад. 3 года тому назад. И вот это дальше армяне живет. После этой деревни армяне, да, живут? Да. Как называется деревня? Хачини. Там только армяне живут, да? И еще дальше деревня есть. Армяне живут, грузины и азербайджанцы. Все вместе. Да. А та деревня как называется? Не знаю. Вот я хочу сейчас посмотреть мечети. Можно для меня зайти в мечети? Да, почему нет? Можно, да? Да. И снять на видео тоже Да, можно? можно. Спасибо большое. Очень интересно, я хочу зайти. Открытый. Пожалуйста, приходите. Спасибо большое. შევიდეთ მეგობრებო, ეხლა მეჩეთში ძალიან ლამაზად არის აშენებული და სხვათა შორის მაინტერესებს ეგერ ადამიანი იძახის რომ 500 წელიაო ამ სოფელში ცხოვრობენ აზერბაიჯანელები. საკმაოდ დიდი სოფელია. შევიდეთ მეჩეთში. ეს მეჩეთი მეგობრებო, როგორც მე ვიცი, აშენდა დაახლოებით 15-20 წლის წინ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გზებიც არ იყო ამ სოფლამდე მოსასვლელი გზები ნორმალური და გზებიც გაკეთდა. საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობენ ჩვენი მეგობრები აზერბაიჯანელები. ძალიან დიდი სოფელია. კაპანახჩი. ქვემო ბოლნისი.
გავაგრძელოთ ახლა გზა. ამ სოფლის შემდეგ, როგორც ადგილობრივმა მოსახლემ გითხრა, არის კიდე სომხური სოფელი და მინდა რომ სომხურ სოფელში შევიდეთ და სომხური სოფელიც გადავიღო. ესე იგი, აზერბაიჯანული სოფლიდან როგორც კი გამოხვალ, კაპანახჩიდან ქვემო ბოლნისი ქვია, ეხლა არის ეგრევე სომხური სოფელი, რომელსაც ქვია ხაჩინი. მარტო სომხები ცხოვრობენ და შევიდეთ ახლა ამ სოფელშიც და ვნახოთ რა ხდება. ეს არის სოფელი ხაჩინი. და სოფელ ხაჩინში არის ბოლნისის სიონი, მე-6 საუკუნის ტაძარი. ხაჩინი ძველი სახელწოდება ალბათ ისე ბოლნისი. კი. ძველი სახელია, ხო, ხაჩინი და ისე მე მგონი ამას სოფელი ბოლნისი ქვია, კი. ეხლა მეგობრებო, ვიმყოფებით ბოლნისის რაიონში. ერთ-ერთ სომხურ სოფელში. ბოლნისიდან არის დაახლოებით 5-6 კილომეტრი ამ სოფლამდე. ცხოვრობენ მარტო სომხები. ამ სოფელს ქვია ძველი ბოლნისი, ახალი სახელი აქვს და ძველად ერქვა ხაჩინი, სოფელი ხაჩინი. ასეთი ძველი სახლებია, ძალიან ბევრი არის მიტოვებული სახლი. გზა სოფლამდე საკმაოდ კარგია, იმიტომ რომ ცენტრალურ გზაზე არის ეს სოფელი ბოლნისი და როგორც კი გადმოვხვევ ბოლნისის სიონამდე კარგი გზა არის და სოფლამდეც კარგი გზა ჩამოდის. ასეთი მიტოვებული სახლები არის ბევრი. წინ ხალხია, აბა ერთი მივიდე, მინდა გამოველაპარაკო. კიდევ ერთი, აი, მიტოვებული სახლი. გამარჯობათ. კილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით. თქვენ ამ სოფელში ცხოვრობთ, ხო? ჩვენ მე მქვია ზურაბ ხანთაძე, ჩვენ დავდივართ ასე ვიწერთ სოფლებს, ქართულ სოფლებს, სომხურს, აზერბაიჯანულს, ოსური სოფლები მაქვს გადაღებული და მაინტერესებს ცხოვრების პირობები როგორია თქვენთან. გაზიც არის, დენიც არის, ყველაფერი. წყალი ცოტა რაღაცა იყო, ახლა ნორმალურია, წყალიც გვაქვს. ეს დაახლოებით როდის გაკეთდა თქვენთან ეს წყალი, დენი, გზა? დენი მუდამ ყოფილა. სულ არის, ხო? სულ არის. გაზი 1-7 წელი იქნება, რაც ხო? 7 წელი. ამ ხელისუფლების პირობებში, ხო? გაზი გაგიკეთა. ძალიან კარგი. მთელი სოფელს გაზი აქვს. წყალიც ნორმალურია არის. ცოტა ძნელი იყო წყალის საქმე, მაგრამ გააკეთეს. აი ახლა რომ მოვდიოდი, ძალიან ბევრი არის მიტოვებული, დანგრეული სახლები და ძირითადად ცხოვრობს, ხო, ხალხი ამ სოფელში. და სულ სომხები არიან, ქართველები არ არიან, ხო? ეხლა ჩვენ გამოვიარეთ აზერბაიჯანული სოფელი, კაპანახჩი. იქ სულ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, სომხები და არც ქართველები არავინ არ ცხოვრობს და აი ასე ახლოს რო არის აზერბაიჯანული და სომხური სოფელი. რამე პრობლემა ხო არა გაქვთ ერთმანეთში? ცხოვრობთ მშვიდობიანად, მეგობრულად, ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო არის ეგ ამბავი რა. ეგეთი რამე მარტო საქართველოში თუ მოხდება, ასე მშვიდობიანად. მაგრამ მარტო ომი არ იყოს ყველაფერი. რა თქმა უნდა. ნორმალურია, ისე არავის არაფერი არ ეუბნება მაღაზიებში დავდივართ. პრობლემა არ არის. არა, პრობლემა არა გვაქვს ჩვენ. ძალიან კარგი. იყოს ესე, ძალიან გმაყოფილი ვართ, რომ თავარია მშვიდობა. ხო. იცოცხლეთ. კარგი, დიდი მადლობა. გამოვესაუბრე ახლა მე მეგობრებო. სომხურ სოფელში ადგილობრივ მოსახლეს. ქართული ძალიან კარგად იცოდნენ. აზერბაიჯანულ სოფელში
იციან ქართული, მაგრამ უფრო ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ეხლა მე მინდა ამ სოფლიდან, ამ სოფელს რო გავწდებით, კიდევ ერთი სოფელია, როგორც ერთ-ერთმა აზერბაიჯანული სოფლის მაცხოვრებელმა მითხრა, იმ სოფელში ცხოვრობენ ერთად ქართულები, სომხები და აზერბაიჯანელები და მინდა მივიდეთ იმ სოფელში და ის სოფელიც გადავიღოთ. ეს სოფელ ხაჩინში. ეს რა შენობა არის, მე ვერ მივხვდი. ბიბლიოთეკა. ოჯახ. ამ პატარა სოფელში ბიბლიოთეკაც არის. ძალიან ბევრი ცხვარია საბალახოდ გამოსული. მეგობრებო, ეხლა მოვედით სოფელ ფოლადაურში ვართ და მინდა ნახოთ სოფელ ფოლადაურში არის გერმანელების მიერ აშენებული ფოლადის სადნობი ღუმელი დარჩენილი და მინდა რომ მივიდეთ და გადავიღოთ ეს ღუმელი. გამარჯობათ. გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით. მადლობა, გაიხარეთ. ეს თუ იცით, აქ გერმანელების აშენებული ფოლადის სადნობი ღუმელი ვნახეთ ინტერნეტში მონიშნული არის სადღაცა აქ ამ სოფელში და. აკერა პირდაპირ არის. რომელია? ბანაკი არის, პირდაპირ. ბანაკში არის ეგ ამბავი? ისე ამ სოფელში ქართველები ცხოვრობენ, აზერბაიჯანელები, სომხები, რა ეროვნების სომხები და აზერბაიჯანელები. პრობლემის გარეშე. ძალიან საინტერესო ამბავია. ქართველები არ არიან? არა. საკმაოდ დიდი სოფელია, ხო? არა. დიდი არა, პატარა სოფელია. 63 ის არის. ოჯახი. და რითი ცხოვრობთ? სამუშაოები რას აკეთებთ? ზოგი დღეში მუშაობ, ზოგი საწყის ხარაში გმიდიან სამუშაოდ. ცხვარი ყავთ ალბათ, ხო? ძროხა, ქათამი. ძალიან კარგი. კარგით, მადლობა. ეს არის მეგობრებო სოფელ ფოლადაურში, ადრე პიონერთა ბანაკი იყო აქ. პიონერთა ბანაკის შემდეგ იწყება უკვე ტყე, ფოლადაურის ტყეს ეძახიან და სოფელი ფოლადაური ეგერ ხედავთ დაახლოებით ბოლნისიდან დაახლოებით არის 10 კილომეტრი ამ სოფლამდე და ამ სოფლებში ცხოვრობენ ერთად აზერბაიჯანელები და სომხები ძალიან მშვიდობიანად და გემრიელად. სოფლიდან როგორც კი გამოხვალ პიონერთა ბანაკის ეგერ ტერიტორიაზე არის დარჩენილი. აი ეს მაინტერესებდა გერმანელების დაახლოებით 200 წლის წინ, როდესაც ბოლნისში ჩამოასახლეს გერმანელი ოჯახები. იმ პერიოდში აშენებული აქ ადნობდნენ ფოლადს. ფოლადის სადნობი ღუმელებია ეს. ნახეთ როგორ აგურით არის, ცეცხლგამძლე აგურით აშენებული. ვა, რა საინტერესო. ორი დიდი ღუმელი. მე მიკვირს როგორ არ დაშალეს და ეს ცეცხლგამძლე აგურები როგორ არ წაიღეს, მაგრამ ეთყობა ისე ხარისხიანად არის აშენებული ეს, რომ ვერ შლიან. ანუ იმტრევა აგური დაშლის პროცესში, ეთყობა ეგერ ყრია ძალიან ბევრი აგური დაშლილი. აგერ აქაც რამხელა ღუმელია. ძალიან საინტერესოა. როგორ ადნობდნენ აქ ფოლადს. მაგრამ ფაქტია რომ ადნობდნენ. მოკლედ ეს გერმანელები ძალიან საინტერესო ხალხია რა.
აქეთ რა არის ეს ძველი შენობა პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე რამხელა შენობა არის აქეთაც ექსკავატორი პატარა კიდგასთა ეს რა დაწესებულება არის არ ვიცი ეს კაპიტალური შენობა არის და რა სამწუხარო არის ეგრე უფუნქციოდ არის დარჩენილი მე როგორც მახსოვს აქ სამხედრო რაღაც სამხედრო ბაზა იყო მაგრამ პიონერთა ბანაკი რო იყო აქ ზუსტად ვიცი რამხელა შენობა არის მეორე სართულიც აქ მესამეც აბა ერთი ავიდეთ მეორე სართულზე თუ იქნება ღია ვაუ აქ Wi-Fi დგას ხო რაღაც ფუნქცია მაინც მე მგონი ამ შენობას კაბელები გადის ეგერ ეს არის კომუნისტების დროს აშენებული პიონერთა ბანაკისთვის განკუთვნილი შენობა ცეცხლი დაუნთია აქ ვიღაცას სარკეც არის დარჩენილი კაპიტალური შენობაა რა მესამე სართულიც არის სხვენში ასასვლელი აქეთას კიდე რა ამხელა დედა აი ყაზარმა რაღაცა სამხედრო თემებთან დაკავშირებული იყო ეს ადგილი ყაზარმა აწერია აი ყაზარმა აქეთ რა არის აქ ძროხების საფარია ზაფხულში ძროხები შემოდიან აქეთაც კიდე რამხელა უზარმაზარი შენობაა რა ფუნქციის გარეშე დარჩენილი კარგი განვაგრძოთ ახლა გზა ახლა გვინდა ავიდეთ ფოლადაურის ტყეში არის გრიგოლ ხანძთელის მონასტერი და აგრეთვე თამარ მეფის დროინდელი ხიდი რომელსაც თამარის ხიდს ეძახიან და გვინდა რომ ნახოთ მინდა რომ გადავიღოთ და გაჩვენოთ ეს ადგილებიც აბა დროებით მალე შევხვდებით გამარჯობათ მამაო რო გადავიღო შეიძლება ამოვედით ეხა
რა ქვია ამ ადგილს მამაო? თამარის ხიდი. ხო, აი თამარის ხიდის ნახვა გვინდა და ვაშლოვანი ეს ადგილი და აქვე არის თამარის ხიდი, ეგზას უჩავდა. აქედან ჩავალთ ხო ფეხით? და გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტერი. აი აქეთ არ უნდა ჩამოგეხვიათ და პირდაპირ უნდა გაგრძელებინათ გზა. შორს არის? არა, აქვე არის. თქვენ სულ აქ ცხოვრობთ? მე ახლა გადმოვედი 1-2 კვირა. ვაპირებთ. და რანაირად ცხოვრობთ რას მოგვაქვს? რას ჭამთ, რას ვსვავთ? როგორ ცხოვრობთ? ხარი ყავთ პროფა. არაფერი ხმე ახლა გადმოვედი. მამაოს ფუტკარი ყავს, მამა ილარიონს. დიდი ხანია მოგეცეთ და ის. მე ახლა გადმოვედი და რა ის შეწამეთ რაღაც. დაფინანსება არაფერი ხო? თქვენი ხარ ხო? კარგით, წავიდით, აბა ვნახოთ თამარის ხიდი. ჩავუყვებით და რაც გზა რო უხავს უკვე იქით აღარ ჩახვიდეთ. და იქ ფეხით შედით და ანუ მანქანით ჩავალთ და მე ფეხით არის ჩასასვლელი? ამ გზას გავუყვებით. ხო. მარჯვენა მხარეს რო უხავს უკვე აღარ გააგრძელეთ იქ, საით გააჩერეთ მანქანა და ფეხით ჩავალთ. კარგით, გაიხარე. მადლობა. ერთმა ხელი მოგიმართოთ, აბა, კარგად. მე ფეხით ვაწავდი. მანქანით არის ხო კიდე? არის კი, მანქანით წავიდეთ და მე ფეხით ჩავალთ რა. ფეხით მიდიხარ ბესო? ფეხით მიდიხარ? ხო, ჩავისეირნე თავი. ხო, აქ. მოვედით ახლა მეგობრებო თამარის ხიდთან. აი ახლა მინდა რომ ჩავიდე და ნახო სადღაც აქ არის თამარის ხიდი. მამაო შეკვდა გზაზე რომელმაც მოგვასწავლა გზა. კი, აი თამარის ხიდთან მოვედით. თამარ მეფის დროს აშენებული ხიდია ესა. ამიტომ ეძახიან თამარის ხიდი და სხვათა შორის არაერთი თამარის ხიდი არის საქართველოში. ერთი თამარის ხიდი, რომელიც მე ვიცი, არის რკონის მონასტერი, გადაღებულიც მაქვს მეგობრებო. რკონის მონასტერიდან სულ რაღაც 200 მეტრში არის კიდევ აი ესეთი ასეთ სტილში აშენებული ხიდი, რომელიც არის თამარ მეფის დროინდელი ხიდი და აქედან გამომდინარე ქვია თამარის ხიდი. მე მინდა ეხა გვერდიდან გადავიღო ეს ხიდი. მაგრამ აი ჩასასვლელია. აი ასეთი ხიდია. აი თამარის ხიდი. ეს არის მეგობრებო 800 წლის წინ აშენებული ხიდი, რომელიც დგას და კიდე კაიხანი იდგება. აქ ბილიკი ჩადის ალბათ მდინარესთან. ძალიან ლამაზი ბუნება და ძალიან ლამაზი ადგილია. იქით უკვე სწორდება და დაბლობია. თამარის ხიდიდან ზევით არის გზა მიუყვება და დაახლოებით 2-3 კილომეტრში არის გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტერი. ახალი ეკლესიაც შენდება. გაჩვენებთ მაგასაც ვიდეოში და ქვევით ეგერ გრიგოლ ხანძთელის მონასტერიდან სულ ახლო-მახლოში არის ასეთი ფაცხა გაკეთებული.
და გავჩერდებით ახლა ამ ფაცხაში ცოტა ვისადილებთ. პატარა ცუგრიები დაგვხდნენ ახლა, ეგე დარდიან. მეძებარი ეტყობა მამაოს ძაღლებია. ცოტა ხანს დავისვენებთ და მე გავაგრძელებთ ჩვენ გზას. ცუგრი, მოდი. მოდი. ეგე მეურეს. აბა დროებით და მალე შევხვდებით. რომ გახსოვს ანტონი რო აკურთხა გრიგოლ ხანძთელის ის ემბლემა ის ქონდა რა ხატი და გვარის ხანთაძეები ვარ თუნდა ხანთაძეები რაღაცნაირად დაუკავშირა მაგას გაიგე წარმოშობის ზონა გუთხდა და ამის იქეთ გზა ძელდება მოვედით მეგობრებო გრიგოლ ხანძთელის მონასტერში შენდება კიდე დიდი ეკლესია აქ აქ არის პატარა ეკლესია მამაოები ცხოვრობენ ფუტკარი ყავთ აგერ ნახეთ რუკას არა მაგრამ ჩვენ დავდივართ ძველ სოფლებში მიტოვებულ სოფლებში დავდივართ და ვიღებთ როგორ პირობებში ცხოვრობს ხალხი სოფლის მოსახლეობა და ძირითადად დაცლილია სოფლები და ეს გვინდა რომ ცოტა აქტიური გავხადოთ ეგ თემა რომ აი ჩვენი YouTube გვერდი ზურაბ ხანთაძე შეგიძლიათ მე შევძანდეთ და დაათვალიეროთ ქვევით ეგერ ქათმები ყავთ ბონისიდან არის დაახლოებით გრიგოლ ხანძთელის მონასტერი 15 კილომეტრი. გამოვიარეთ ჩვენ აზერბაიჯანული სოფლები, სომხური სოფელი და ბოლო სოფელი არის ბონისიდან ფოლადაურიც გამოვიარეთ და შემდეგ გზა შემოდის ტყეში და ტყიდან უკვე აი სადაც გერმანელების მიერ აშენებული ფოლადის სადნობი ღუმელები გადავიღე ძველი პიონერთა ბანაკი არის ნარჩენები და მაგ ადგილიდან აქამდე არის დაახლოებით 7-8 კილომეტრი ძალიან მაგარ ადგილზეა ბუნებაში ძალიან მაგარი ადგილია წყნარი სუფთა სიმშვიდეა ეხლა ჩავდივართ გენერატორის წყლის გენერატორის ნახვა გვინდა რომელიც ამარაგებს გრიგოლ ხანძთელის მონასტერს ელექტროენერგიით გაკეთებული აქვს გენერატორი და ჩავიდეთ აბა ნახოთ მამაო თანხმობა მოგცა გვენახა გენერატორი და ჩავიდეთ აი ეს არის პატარა გენერატორი რამდენს გამოიმუშავეთ მამაო რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და ამარაგებს გრიგოლ ხანძთელის მონასტერს. თავისი ძალებით გააკეთეს მამაოებმა აი ესეთი პატარა მოწყობილობა. დავხელე ესაყენია რედუქტორი და კი, ქართულად ნამდვილად არ აწერია და აი ხა ვიმყოფებით სოფელ ფოლადაურში, ეგერ ქვევით ჩანს. და ოდნავ ზევით მთაზე ამოვედით, აქ არ ვიცი, ქართულად არ აწერია, აზერბაიჯანულადაც აწერია ალბათ. ასოები და მოვაგენით ასეთ ადგილს, სადაც ეს პიონერთა ბანაკი იყო თუ ვინმე მიცის რა სახლებია და რა იყო აქ კომენტარში მომწერეთ ძველი სახლებია
აქ ეთყობა რომ კაი არ ფუნქციონირებს. კალათბურთის და ფეხბურთის სათამაშო მოედანიც იყო. ჯამხელა შენობებია ცარიელი. ეგრ წყლის ავზი არის. წყლით მარაგდებოდა. ეს დასალევი წყალი იყო, ეგრ წერია კიდევაც. აი მოდიოდა აქ წყალი. დასალევი წყალი. ეს ამხელა რა შენობა იყო. აქ ტუალეტებიც იყო ეგერ, აბანოები იყო, ნანგრევები ღარი დარჩენილი, აი. ძალიან მაინტერესებს. ძალიან საინტერესო ადგილია. მეორე სართულიც არის. აქ. ხედავ. რა მაგარი პატარა ოთახები იყო. მეორე სართულზე ამოვედით. იქითა შენობებშიც არის მეორე სართული. ძალიან საინტერესო ამბავია. აქაც შევიდეთ ერთი რა ხდება. თენიც იყო. ეხლა რა თქმა უნდა არაფერი არ არის. ყველაფერი არის დაშლილი და დანგრეული. ეს საპირფარეშოები, ყველა სახლს თავისი საპირფარეშო ჰქონდა. რომელსაც ბოქლომები ადევს. საპირფარეშო, ეს აბაზანა იყო. ვინმე ხო არ ცხოვრობს? აკაკუნოთ. დაგეტილი ეს. ალბათ ვიღაცა ცხოვრობს ვითომ. ასია. რამხელა ტერიტორია უკავია ამ სახლებს.
აქ თივას ინახავს ვიღაცა, ძროხები ყავს. ამ შენობაში თივა არის სავსე. ეს არის ქვევით მეგობრებო სოფელი ფოლადაური, სადაც ცხოვრობენ აზერები და სომხები ერთად ძმურად და მეგობრულად. ესეც ნოლსემი ძველ ნომრებზე. კაი ხანი ეთყობა აგდია არა ბაბუ ეს მანქანა? ეს ერთი აფიცელი დგას. უეჭველი, ძველი ნომრებზეა. ეს რა შენობა იყო ბაბუ? სამხელა კაპიტალური შენობაა და როგორ უფუნქციოდ დგას. ეს ალბათ ადმინისტრაცია იყო ის. მე როგორც მივხვდი ზედ აწერია სკაუტების ბანაკი. სკაუტების ბანაკი იყო 2018 წელი, აი თუ შემჩნიე მათ. აქ რა იყო კაცმა არ იცის მართლა. ძალიან მაგარი შენობაა ეს. რომ გადახურო და რაღაცა ფუნქცია მისცე. გარი შენობა, ანუ აქეთ სოფლის მოსახლეობა, ეთყობა ეს მანქანა სოფლის მოსახლის არის. მაგრამ ეს შენობა არის დარჩენილი ფუნქციის გარეშე. სახურავი არა აქ. სარდაფიც ქონდა ეგერ ქვევით. ვა, საიდან არის სარდაფში ჩასასვლელი? ძალიან მაინტერესებს. აქედან არ არის. აი, ქვითაც არის. ჩასასვლელი. ყოველ შემთხვევაში აქედან არ არის ჩასასვლელი. აი აქ იყო ჩასასვლელი. კიბე ჩადიოდა ქვევით სარდაფში პირველ სართულზე. და აქედანაც იყო ჩასასვლელი. აი რა მაგარი სარდაფი იყო თო. ეს იყო პირველი სართული და ეხა მიწით არის ამოვსებული. საინტერესოა, ძალიან მაგარი შენობა იყო ეს. გისოსები. ზევით ეგერ ეკლესია არის პატარა. ძალიან ბევრი ასეთი უფუნქციო დარჩენილი გრანდიოზული შენობები. ვართ ჩვენ ამყოფები ესე იგი დედოფლის წყაროში და დედოფლის წყაროშიც არის ელიას მთა, სადაც დგას დიდი მონასტერი. ისიც გადაღებული მაქვს და კიდევ ერთი ელიას მთა არის ეგერ ბოლნისში. გვინდა ეხლა ავიდეთ ელიას მთაზე და იქიდანაც გადმოხედოთ არემარეს. ავიდეთ ხო ბაბუ ელიას მთაზე? ავიდეთ. ამოვედით ეხლა მეგობრებო ჩვენ ელიას მთაზე, ეგერ ქვევით ჩანს ბოლნისი. ეს არის ბოლნისი, აქეთ არის სოფელი რატევანი, ქართული სოფელია. ბოლნისამდე სანამ შემოხვალ არის ქართული სოფელი რაჭისუბანი. ეგერ პეტრე პავლეს სახელობის ეკლესიაში ვართ. და ბოლნისიდან სულ რამოდენიმე კილომეტრში არის აზერბაიჯანული სოფელი ქვემო ბოლნისი, იმასაც გაჩვენებს, საკმაოდ დიდი სოფელია. ეს არის ქვემო ბოლნისი.
ამით დღევანდელი დღე დავასრულეთ, მეგობრებო და ეხლა ნელ-ნელა გავუყვებით სახლისაკენ. აბა კარგად იყავით მომავალ შეხვედრამდე.